ჩემი ვიდეობლოგი, ეს ვიდეობლოგი რასაკვირველია, ეხება, ეძღვნება ელენე ხოშტარიას და არა მხოლოდ მეთქი ამას ვიტყვი ბარემ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სწორედაც რომ ლიაკა ხოშტარიას, ელენე ხოშტარიას, ჩემს მეგობარს, ჩემი თანადგომამას, ის რაც მან გააკეთა, მიაწერა რა ბანდიტი კალაძის საარჩევნო ბანერს რუსული ოცნება, ის შეგნებულად წავიდა ამით ამგვარი სამოქალაქო აქტივობით საპატიმროში, ასე გეტყვით, და აჩვენა ქართულ რუსულ ოცნებას, რომ ფეხებზე ჰკიდია მასაც და მთელ ქართულ საზოგადოებასაც ქართული რუსული ოცნება, რამდენადაც ეს უკანასკნელი არის რუსული, კონკრეტულად კალაძე და მისი ნაჩალნიკი ბიზინა ივანიშვილი. მან ლიაკამ თანადგომა გამოუცხადა და სოლიდარობა გამოხატა ლიაკამ ამ ქმედებით იმ დაპატიმრებული გოგოს, ახალგაზრდა ქალბატონის მიმართ, მეგი დიასამიძე ხო არ ვწდები, რომელიც თავის მხრივ გაუშვეს. მაგრამ ლიაკას არ გაუშვებენ. ლიაკას არ გაუშვებენ და რამდენიმე წლით მას პატიმრობა ემუქრება, იცით თქვენ, როგორი სათქმელია, მაგრამ ჩვენ უნდა დავპირდეთ მას და ასეც იქნება, რასაკვირველია, რომ ის რამდენიმე წლით კი არა, რამდენიმე თვითაც კი არ იქნება საპატიმროში, რამდენიმე თვით თუ იქნება საპატიმროში, მანამ იქნება, მოდი ესე ვიტყვი, გულახდილად გეტყვით, მანამ სანამ ქართული რუსული ოცნება მართავს ამ ქვეყანას, სამწუხაროდ მართავს, რომელიც პოლიტიკურ პროცესსაც კლავს, მიაქციეთ ყურადღება, უკვე ვეღარ ვიტყვი, რამდენი პოლიტიკოსი პატიმარია ახლა საქართველოს ციხეებში ამ რუსული ბანდის მიერ დაჭერილი, ამ კოალიციიდან, რომელსაც წარმოადგენს ლიაკა, არის 4 პოლიტიკური ლიდერი, ანუ მელია, გვარამია, ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია. და ეს პოლიტიკური კოალიცია ამათეული გაგებითაც კი მეორე ადგილზე გასული ულიდეროდ არის, უმთავარ ლიდეროდ არის დარჩენილი. მოიგონო კანონი, მერე ეს კანონი მოირგო და თქვა, რომ ასე მაგალითად პუტრირებ, არ შეიძლება 3 წუთში ერთხელ სუნ თქვა, 1 წუთით მაინც და თუ არ ასრულებთ, მერე თქვენ დაგიჭერთ თქვენ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაგაკისრებთ, ეს უკანონო კანონია და უკლებრივ ყველა, ვინც ამ უკანონო კანონს ემორჩილება, ან ამბობს, რომ ეს არის კანონი და აქედან გამომდინარე ელენე ხოშტარიას არ უნდა მიეწერა ის, რაც მიაწერა, ამასთან მიაწერა ჩვეულებრივი ფლომასტერით, ხო? რომელიც ადვილად იშლება, ეგრა მაგის პასუხია, თუმცა რამხელა საგამოძიებო სამუშაოები აწარმოა სუსმა, დინარაძე ბანდიტის სუსმა, ეს ცალკე ამბავია. მოკლედ მოიგონო კანონი და ეს კანონი მერე გამოიყენო საშენოდ, ესეც ბანდიტიზმია. ამარა არის. მე ამ ამბავმა ელენეს მიერ მიწერამ რუსული ოცნებისა გამახსენა სერგო ორჯონიკიძის ძეგლი. კახა კალაძის დღევანდელი ბანერი არის 80-იანი წლების სერგო ორჯონიკიძის ძეგლი, ასე გეტყვით. შემსახთან იყო ვაკე საბურთალოზე ეს ძეგლი. მე იმხანად სკოლის მოწაფე გახდით და რომ მივდიოდი ხოლმე სკოლაში, მე-60 სკოლაში, ხედავდი ხოლმე დილაობით, რომ მთელი ღამის განმავლობაში იმჟამინდელ იმ პერიოდის ახალგაზრდებს კარგად ჰქონდათ ნამუშევარი და არ მახსოვს მაშინ არ ვიცი დაღივდა კვერცხი, კაპიკები, ხო? კვერცხებს ესროდნენ, როგორც კვარცხლბეკს, ისე ვინც უფრო მაღლა მისწვდებოდა იმ მორდაზე ნაბიჯვარ სერგო ორჯონიკიძეს, ხო, ზეგლს, ხო, თლათ უკეთესი. ესროდნენ და მერე ერთხანობა რჩებოდა კიდეც ეს ნაკვერცხალი, აი ყვითელი წუწები ბოლშევიკი ორჯონიკიძის ძეგლს მერე გაწმენდნენ ხოლმე, მერე ისევ ესროდნენ, მერე ისევ გაწმენდნენ ხოლმე და ასე შემდეგ. ახლა საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ, მე სულ სხვა რამის გამო დამაკავეს ამავე სერგო ორჯონიკიძის ძეგლთან, აკაკი ბაქრაძის დამაკავეს ისიც 6 საათით, თუ არ ვწდები 5 საათით. წამიყვანეს არაყიშვილზე, ახლა მაკდონალდსია, თუ არ ვწდები იქ მილიციის განყოფილება იყო. დამაკავეს ამ კვარცხლბეკ სერგო ორჯონიკიძისა 99-ში, არ მინდა შემეშალოს, არასრული 16 წლის ვიყავი, მივაკარი კაკო ბაქრაძის
საარჩევნო პლაკატი თუ არ ვწდები ასე ერქვა, ასე ეწერა, ვინ სულს არ სწირავს სამშობლოს არ ეთქმის ქვეყნის შვილიო. ხო, აკაკი ბაქრაძის ამ ეს სიტყვები თუ არ ვწდები აკაკი წერეთლის არის, მაგრამ მაინც მოდით გადავამოწმოთ, ხო? თუმცა სხვა რამე საეხება ჩემი სულს ვინც არ სწირავს რავს ამასობაში გახსნის, ხო? ადო ვერ ვნახე. არ მინდა შემეშალოს, მაგრამ მე მგონი რომ აკაკი წერეთლის სიტყვებია ეს, ვინ სულს არ სწირავს სამშობლოს, სწირავს სამშობლოს, რატო ვერ ვნახე? არ ვიცი, ვერ ვნახე. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს ეს სიტყვები? და ეს კი მახსოვს რომ კაკო ბაქრაძის ესეთი A2-ზე ამობეჭდილი უზარმაზარი ვეება პლაკატი იყო, ხო, საარჩევნო პლაკატი, ამ უბანში იყრიდა სწორედ ბატონი კაკო კენჭს ეს სათაური, ეს სახელწოდება სათაური ჰქონდა. რა მნიშვნელობა აქვს? კი ბოდიშებთ 50 წამიანი პაუზისათვის. ეს გამახსენდა, მაგრამ კომუნისტებიც კი არ იყვნენ, ბოლო პერიოდის 80-იანი წლების კომუნისტებიც კი არ იყვნენ ასეთი ჯერ ერთი სასტიკნი. რამდენად მძიმე სათქმელია ხო ჩემთვის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტო კი არის, მაგრამ მაინც გაცილებით ბოლშევიკურია, ვიდრე გასული საუკუნის 80-იანი წლების არადამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება წოდებული. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილში, როგორც ასეთში 89 წელს, ხო, დამოუკიდებელი კი არა, არადამოუკიდებელი საქართველოს, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების ნაწილმა უზარმაზარი ნეგატიური როლი ითამაშა. სხვათა შორის გაგიკვირდებათ და ეხა ხომ არ მოვწმენთ არავითარ შემთხვევაში ჯუმბერ პატიაშვილს, იმ სირცხვილს, რომელიც მისი ცხოვრების თანმდევია, სულ გახვება, ხო? მაგრამ ყველაზე ნაკლებად, ან ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები დამნაშავე ვინც იყო, ჯუმბერ პატიაშვილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის რასაკვირველია იყო დამნაშავე. იმაში, რაც მოხდა 89-ში. მაგრამ ესენი კვლავ ვიმეორებ, გაუტოლდნენ კი არა, გადაასწრეს პატიაშვილსაც. ამათივე ბანდიტი როა ერთი ფოფხაძე, იმასაც, ესი ფოფხაძეა, რომელიც 7-8 აპრილს ამბობს ნანდა პრისიეჩ ეციხ სეპარატისტов, თუ ექსტრემისტов, თუ რაღაც ისულელეს რუსულად ულაპარაკობს ცეკას ხდობაზე. და ასე შემდეგ და ახლა ამათთან არის და რაღაცა სხვადასხვა მედია საშუალებებს აკონტროლებს ეს ასაკიანი კაცი. თავიდანვე საკავშირო ცეკასთან და კგბ-სთან შეგრული. და ასე შემდეგ. მოკლედ ლიაკას მე უჭერ მხარს. ორი ამბავი კი არა, მეორე ამბავის გავიხსენე, ეს უნივერსიტეტის კი არა, სერგოი ანაბიჭვარი ორჯონიკიძის ძეგლის კვერცხებით შეღებვის ამბავიც. მაგრამ გაგიკვირდებათ და ერთი სხვა ისტორიაც კი არა, სხვა ამბავიც უნდა გავიხსენო. მე ხო ბემიჯნები, ვგმობ, ისლა ლელო ძლიერება საქართველოს უნდა ერთგვარად დააფასოს ჩემი თავშეკავებაც მეორე მხრივ. მე არ ვუწოდებ, ან იშვიათად მიწოდები 1-2 ჯერ რუსულ სპეცოპერაციას 4 ოქტომბრის არჩევნებს. არ ვუწოდებ, ჩემი რაღაცა პიროვნული დამოკიდებულებების გამო რამდენიმე ლიდერის, მათ შორის მამუკას, ბადრის, კუპრაძის, მათ შორის სხვათა მიმართ, რომლებიც თაზოს მიმართ მაგალითად და ასე ბევრის მიმართ. არ ვუწოდებ, მაქსიმალურად მოზომილი ვარ, ხვები რომ ბევრს ყვირიან ასე, ხო, მე ვცდილობ რომ არ ვატკინო სატკენებს. ისინი სატკენები ნათუნ ატკინო, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ჩემი მინუსიც არის, სხვათა აზრით და სხვათა აზრით პლუსიც არის, განა არა. ეხლა ირაკლი კუპრაძეს მივმართავ. ამ ბაზარ სიარულს და სოციალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას თუ მაინც და მაინც მართლა გგონიათ რომ ეს ამ არჩევნებში უნდა მონაწილეობდეთ. ბაზარ სიარულს იცით რა უნდა გააკეთოთ? უფასო რჩევა ჩემგან. უცხოელები რომ ვერ მოგცემენ თუ გყავთ ეს უცხოელები, ისეთი რჩევა ჩემგან.
იცით რა უნდა გააკეთოთ? ძალიან მარტივია, უნდა გრძნობდე ამას და იცნობთ. შეიძლება ჩემზე უკეთაც კი იცნობთ. მამუკა ყოველ შემთხვევაში ჩემზე ბევრად უკეთ იცნობს ლაკას. რა უნდა გააკეთოთ იცით? ჯერ უნდა დახვდეთ დაკავებისას ელენე ხოშტარიას სადაც მიხავთ, უნდა გახვეთ, უნდა უყვიროთ ქართულ რუსულ ოცნებას, უშუალოდ ირაკლი კუპრაძემ უნდა გააკეთოს, აღარ ვლაპარაკობ პატრი ბაბუკას. ესენი ყველაფერი უნდა. აბა ეს კაბინეტებში და ბაზარ კიწრზე საუბარში პოლიტიკა როგორ კეთდება საერთოდ არ მესმის და არჩევნებად წოდებულ ფარს როგორ მოიგებთ ამ კალაძეს როგორ მოუგებთ, ეგ საერთოდ არ მესმის. ანუ რაღაც ექშენში უნდა შეხვიდეთ. კაბინეტებში ეს ექშენი არ არის. არც ბაზრობებზე და სოციალურ საკითხებზე რომ ამახვილებთ ყურადღებას, არც ამაში არ არის. მოკლედ არსად არ არის ამგვარი ექშენი და თქვენ თითქოს გეძლევათ შესაძლებლობა რომ რაღაცა პოლიტიკურ პროცესში ვიღაცამ გაგინოთ და ვიღაცამ გაქოთ. ანუ ნაცრისფერები კი არ იყოთ ყვითელ ნაცრისფერები, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ხო? არამედ იყოთ მართლა პროცესში. და საკუთარი თავის რეაბილიტაციას მოახდინოთ ამ მრჩეველთა გარკვეულ ნაწილში. რა კარგი ბიჭი ყოფილა ირაკლი კუპრაძეო, ეს რომ თქვას ვინმემ რა კარგი ბიჭი ყოფილა, მათ შორის იმიტომ რომ სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოშტარიასო და გახვეთ აკი გითხარით სუსთან თუ სადაც წაიყვანეს ელენე, იქ დახვდეთ, იქ საერთოდ რაღაცა ვაკეშუნი რა ხვედროდით, ჩემი აზრით, ანუ ინფორმაცია უნდა გქონოდათ, ეს კავშირები უნდა გქონდეთ ელენეს. თბილისია ხო? როგორ ელენეს უახლოეს გარემოსვაში ერთი ადამიანი თათა ხუნდაძე, ხო? რომლის ხმაც ისმის ჩემი მეგობარი და ყველას მეგობარი, თათიკო, ხო? ყველასი, მთელი თბილისი იცნობს. ამდენინაც თუ მეგონი არავის არ აქვს. ან იმას დაუკავშირდით, ან ამას დაუკავშირდით, ან ასე შემდეგ და რავის დახვედროდით. მაგრამ კარგი გამაზეთ ეს ყველაფერი. ანუ ვერ მოახერხეთ, გავიგე, არ იცნობთ არავის. რანაირად უნდა მოიგოთ ეს თბილისი თუ არავის არ იცნობს, კარგად არ მესმის. მაგრამ ოკეი, მე ვწდები. რა უნდა ქნას იცი ირაკლი კუპრაძემ? რა უნდა ქნათ იცით ლელო ძლიერი საქართველოს? უნდა აიღოთ ფლომასტერი ისეთივე, ან ცოტა მსხვილი, ცოტა წვრილი, არ ვიცი. იქ ხო პოლიციელები დგანან დააყენა ბანდიტ მაკალაძე. 50 კაცი უნდა იახლოს ირაკლი კუპრაძემ. უნდა მივიდეს მელიქიშვილის გამზირზე, ვიდეო კადრები უნდა ჩართოს, კამერა, ტელეფონი, რა ვიცი, ყველას შეუძლია გადაღება, ტელეფონი ალბათ ეხლა საგანგებო არხებიდან ოპერატორების მხრებზე კამერა გადებული ოპერატორების გამოძახება არ ღირს. ამოატრიალოთ ესე ჯობია სხვათა შორის. ესე არ გადაიღოთ, ესე ჯობია. ამოატრიალოთ ჰორიზონტალურად. ირაკლი კუპრაძემ უნდა იძალოს პირდაპირ ნიშნულობით კილტრზე ლაპარაკს. ირაკლი კუპრაძემ უნდა იძალოს 2 თუ 3 პოლიციელი მუჯლუგუნით გასციოს აქეთ იქით და რასაც მოახერხებს ვიდრე პოლიცია მოვარდება, რასაც მოახერხებს რუსული ეს მაინც დაწეროს ეს RUSULI 6 ასო. დაატანოს კალაძის ბანერს. ოცნება წერია ისედაც. გადახაზოს, თავიცი არ ჩამოფხრიწოს მაინც და მაინც, მაგრამ რა სიზავს კალაძე? რა სიზავს დინარაძე? რა სიზავს შინაგან საქმეთა სამინისტრო? რა სიზავს კობახიძე? რა სიზავს ბიზი და ივანიშვილი? რა სიზავს პუტინი? ასე უნდა ვთქვა, აბა, როგორ გითხრათ სხვანაირად. რა სიზავს? დაიჭერს ირაკლი კუპრაძეს, დამტკიცდება კიდევ ერთხელ რომ ეს არის გამარჯვება კახა კალაძისა, არის რუსული ოცნების გამარჯვება. ამასთან გაყალბებული, იმიტომ რომ თავარი კონკურენტი ამ გზით ჩამოიცილა. არ დაიჭერს? მაშინ მიაწვევით და ყველანი მივაწვევით, ირაკლი კუპრაძეს დასაჭერია ხალხო. და ეს მამუკა ხაზარაძის кейსის მსგავსი იქნება ერთის მხრივ, იმიტომ რომ თუ გივით არგამაძის დასაჭერია, მამუკა ხაზარაძის დასაჭერი იყო, ბარაბი ხო ყაველაშვილმა შეიწყალა. და აქ დაკავებული მაინც უნდა იყოს კუპრაძე. და თუ არ ახარ მზად ციხეში წასასვლელად, პოლიტიკური ლიდერი თუ არ ახარ მოცემულ ეტაპზე ციხეში წასასვლელად მზად, მაშინ შეხარ ირაკლი არა კუპრაძე, არამედ გახარია. მაშინ წადით და სადაც არის ბატონი გახარია, იქ იყავით. როგორღაც მოახერხებთ. გახარიას ალბათ მეტი შემოსავალი აქვს ვიდრე უშუალოდ კუპრაძეს, მაგრამ იქიდან შექმნით ახალი პოლიტიკური ემიგრაცია და გახარია კუპრაძე დაირქვით, გიბოდიშებ ძალიან მძიმე სიტყვებია. მესმის.
გახარია კუპრაძე პაპატიოს მამუკამ და ჯაფარიძე ხაზარაძე დაირქვით და იქიდან როგორც რუსები აკრიტიკებენ პუტინს აი ესე აკრიტიკეთ და იყავით აი ესე მესმის მე პოლიტიკა და არ მესმის არანაირ შემთხვევაში სკვერებსა თუ ბაზრობებზე თუ ქუჩებში თუ ბაზრობებზე თუ ბაზრებში სიარული და იმის თქმა რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდო ჩვენ ამ ხელისუფლებამ დედაქალაქის მერმა აი ეს უნდა გააკეთოს და ეს კი უნდა გააკეთებინა ნახეთ რამ ხელა ორმოა და ორმო რის ორმო ეს რა საკავშირშია საერთოდ პოლიტიკასთან in general არის შესასვლელი და general ჩვენ in general ანუ რას თავარია ხო ჩვენ ქვეყანა გვაქვს წართმეული და ორმოს ამოვავსებთ როგორც ხაც მაშინ როცა ქვეყანას დავიბრუნებთ და საერთოდ ყველა ქვეყანაში არის ორმო თუ გულახდილები ვიქნებით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არის ორმო ოღონდ იქ მართლა ორმოსთან დაკავშირებით ორმო რო ამოსავსებია იმაზე აკეთებენ აქცენტს და იგებენ ან აგებენ არჩევნებს აქ ჩვენ ორმოები გვაწუხებს ალბათ განა არა მაგრამ ადამიანები ციხეში რო არიან ის გაცილებით მეტად უნდა გვაწუხებთ ეს და ჩვენ გვაწუხებს და თქვენ და თუ გაწუხებთ მაშინ აი დღესვე ეხლა მე სხვა შორის გამლანძღავენ და მეჩხუბებიან ლელოზლიერი საქართველოს მომხრეები და მეტყვია რომ რას აძლევ ამ უფასო რჩევებსო ნაციონალური მოძრაობის ასე მაგალითად ეგეთი ისინი წყალწახებულნი არიანო ოხ მაგათი ესემც და ესემცო და ასე შემდეგ და ჩემზე წამოვა მთელი აგრესია ვიცი შეგუებული ვარ მაგრამ მე ესე მესმის და დანარჩენი რას გინდათ ისქენით ელენე ხოშტარიას გაუმარჯოს